ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე 3 თვით ადრე დონალდ ტრამპმა დაასახელა ადამიანი, რომელიც არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტობის როლს მოირგებდა. დღეს ეს ადამიანი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის ამ ფრიად მნიშვნელოვან თანამდებობას შტატ ოჰაიოს ახალგაზრდა რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს დეივიდ ვენსი, იგივე ჯეიდი ვენსი დაიკავებს, რომელიც სხვათა შორის პირველი მილენიალი იყო, რომელმაც ეს ნომინაცია მიიღო. დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი 40 წლისაა, რაც ამერიკული პოლიტიკური კულტურისთვის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია. ჯეიდი ვენსის პოლიტიკური კარიერა ოფიციალურად შარშან დაიწყო, როცა ის ოჰაიოს სენატორად აირჩიეს. განათლებით ვენსი იურისტია, თანაც იელის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად არის მიჩნეული და ამერიკაში უბადლო რეპუტაციით სარგებლობს. თუმცა ვენსის პროფესიული კარიერის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ჯარს უკავშირდება. 2003-2007 წლებში ჯეიდი ვენსი ქვეყნის საზღვაო ძალებში მსახურობდა და ერაყის სამხედრო მისიაშიც ირიცხებოდა როგორც სამხედრო კორესპონდენტი. სამხედრო სამსახური ვენსმა კაპრალის სამხედრო წოდებით დაასრულა და მოგვიანებით ბედი სილიკონის ველზეც საადა და პიტერ ტილის ვენჩურულ ფონდში მითხრილ კაპიტალში დასაქმდა. თუმცა სახელი ჯეიდი ვენსმა გაითქვა არა მისი იურიდიული საქმიანობით ან სამხედრო კარიერით, არამედ ავტობიოგრაფიული წიგნით, რომელიც 2016 წელს გამოსცა. ჰილბილის ელეგია, ასე წოდება მემუარს, რომელშიც ჯეიდი ვენსმა ჟანგი სარტყელად წოდებულ ამერიკის ჩრდილოეთ აღმოსავლეთში გატარებული ბავშვობა აღწერა. ჯეიდი ვენსის ავტობიოგრაფიას მკითხველმა ალღო მალევე აუღო, ხოლო წიგნი ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერი გახდა და ჯეიდი ვენსის სახელი მთელ ქვეყანაში გაუთქვა. მოგვიანებით Netflix-მა წიგნზე დაყრდნობით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, მაგრამ წიგნი აღმოჩნდა უფრო პოპულარული. ჯეიდი ვენსის მემუარის პოპულარობას რამდენიმე ახსნა აქვს, მაგრამ მთავარი ის იმ გარემოს უკავშირდება, სადაც ეს ადამიანი გაიზარდა. ჟანგი სარტყელი, ასე უწოდებენ ამერიკელები იმ რამდენიმე შტატს, რომელთაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ხვდებით. ჯეიდი ვენსის მშობლიური ოჰაიო, ისევე როგორც პენსილვანია, აღმოსავლეთ ვირჯინია, ინდიანა და ილინოისი, როგორც იცით, ერთ დროს ამერიკის შეერთებული შტატების ინდუსტრიულ დასაყრდენად, ანუ ცენტრად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით მსხვილი ბიზნესი ამ შტატებიდან გავიდა, ხოლო ქარხნები უფუნქციოდ დარჩა. სწორედ აქედან მოდის სახელწოდება ჟანგი სარტყელი. თუმცა ინდუსტრიული დუღილის გაჩერებით ფუნქცია დაკარგეს არა მხოლოდ ქარხნებმა, არამედ ადამიანებმა, რომლებიც იქ მუშაობდნენ. შედეგად ამ შტატებში თავი უმუშევრობამ, სიღარიბემ, უთანასწორობამ და სხვა სოციალურმა პრობლემებმა იჩინა. ცხოვრების დონე შემცირდა, ხოლო მოსახლეობაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. ამ ტენდენციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი დეტროიტია. ქალაქი, სადაც 1950-იან წლებში 1.8 მილიონ ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა რაოდენობა 2020 წლისთვის 639,000-მდე შემცირდა, ანუ ქალაქი 65%-ით დაცარიელდა. მაშინ რატომ დაასახელა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მაინც და მაინც ჯეიდი ვენსი? იმისთვის, რომ ტრამპის პოლიტიკურ ჭადრაკში უკეთესად გავარკვეთ, უნდა გვესმოდეს თუ რას წარმოადგენს ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა პირველ რიგში სენატის თავმჯდომარეს ნიშნავს და ეს როლი ხმის მიცემასაც გულისხმობს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სენატორების აზრები თანაბრად არის გაყოფილი. ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფალთა თანრიგში მეორე ადგილს იკავებს და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველის როლის მორგებაც შეუძლია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მის მოვალეობას ვერ ასრულებს. ამ ყველაფერთან ერთად ვიცე-პრეზიდენტი მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ პერსონად ითვლება, რომელიც პრეზიდენტის მარჯვენა ხელისა და მრჩევლის ფუნქციას ასრულებს. ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ხელფასი წელიწადში $261,400-ია, მაგრამ ანაზღაურებასთან ერთად ქვეყნის მეორე პირი დაზღვევა საპენსიო თანაზოგს და სამთავრობო რეზიდენციაში ცხოვრების უფლებას იღებს. ჩემი რამდენიმე წუთის წინ დასმული კითხვის პასუხს პირველ რიგში ახალგაზრდა ამერიკელი პოლიტიკოსის წარმომავლობაში უნდა ვეძებოთ, რადგან ჟანგის სარტყლის შტატები ქვეყანაში ყველაზე არაპროგნოზირებადი ამომრჩევლით არის დაკომპლექტებული. ამ შტატებს ხშირად ეგრეთ წოდებულ swing შტატებს უწოდებენ, რადგან იქ მცხოვრები მოქალაქეები ხან დემოკრატებს უჭერენ მხარს, ხანაც რესპუბლიკელებს და რეალურად საპრეზიდენტო არჩევნებს როგორც წესი ის კანდიდატი იგებს, რომელიც swing შტატების ნდობას მოიპოვებს. ეს მიდგომა თავის დროზე თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯეიდი ვენსი პენსილვანიაში, მიჩიგანში, ვისკონსინში, ოჰაიოში, მინესოტაში და სხვა მსგავს შტატებში მცხოვრები ადამიანების უფლებებს დაიცავს. ამ შტატებში მცხოვრებ ადამიანებს თავისებური დემოგრაფია აქვთ. ისინი უმეტესწილად თეთრკანიანები, ღრმად რელიგიურები და სოციალურად კონსერვატორები არიან. ამერიკის შეერთებული შტატები უყვართ და ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ კონსტიტუციით გარანტირებულ რამდენიმე უფლებას, მათ შორის იარაღის ტარებას. ეს ის დემოგრაფიაა, რომელმაც დონალდ ტრამპი 2016 წელს პრეზიდენტად აქცია. როგორც ჩანს, ამ მიდგომამ წელსაც გაამართლა, რადგან მინესოტას გარდა დონალდ ტრამპმა და ჯეიდი ვენსმა ყველაზე მოხსენებული მერყევი შტატი მოიგეს.
ისე კი ჯეიდი ვენსის შემთხვევაში კიდევ ერთი დეტალი უნდა მიმოვიხილოთ, რომელიც დონალდ ტრამპთან მისი მსგავსებაა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჯეიდი ვენსი მართალია დონალდ ტრამპის დიდი კრიტიკოსი იყო, მაგრამ მას შემდეგ მილიარდერის მიმართ დამოუკიდებულება შეიცვალა. ჯეიდი ვენსი არაერთხელ აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები მისი შეფასებით იყო არასამართლიანი. ამასთან მან ისიც განაცხადა, რომ ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ადგილას რომ ყოფილიყო, კონგრესის მიერ არჩევნების შედეგების რატიფიცირებას დაბლოკავდა. საბოლოო ჯამში დონალდ ტრამპი და ჯეიდი ვენსი ერთმანეთს ბევრი პარამეტრით გვანან, ხოლო ფუნდამენტურ ღირებულებებს სრულად იზიარებენ. დონალდ ტრამპის საარჩევნო პარტნიორად ჯეიდი ვენსის არჩევაში გადამწყვეტი როლი სავარაუდოდ სწორედ ამ მსგავსებამ ითამაშა და როგორც ჩანს, ამ მიდგომამ გაამართლა, რადგან ამერიკელებმა პრეზიდენტად დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტად კი ჯეიდი ვენსი აირჩიეს.